1 მარტიდან დღემდე სრულად შეჩერდა 700-ზე მეტი კომპანიის საქმიანობა და 1600-მა კომპანიამ დროებით საქმიანობაში შეაჩერა. ამის შესახებ BMG-ის ინფორმაცია საინფორმაციო პორტალ BIAS გაყიდვების და ბიზნეს ინფორმაციის დამუშავების სამსახურის ხელმძღვანელმა მიაწოდა. ანუკა ჯოხაძე მუშაობს თემაზე. ანუკა, საღამომშვიდობის. უძრავი ქონების შემდეგ იმ კომპანიების რაოდენობაში, რომლებმაც საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, დიდი წილი უჭირავთ კვების პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს. ამ შემთხვევაში მათი წილი 21%-ია. მეწარმეთა კავშირის დამფუძნებელი გოგა ციცქიშვილი ამბობს, რომ პანდემიამ განსაკუთრებით მცირე მეწარმეები დააზარალა, რომლებიც ბაზარს COVID რეალობამდე სხვადასხვა საკვებს თავაზობდნენ. მისი თქმით, კრიზისის მიმართ სწორედ ისინი აღმოჩნდნენ ყველაზე მოწყვლადები. ამ ყველაფერს კი ციცქიშვილის შეფასებით ის კაბალური პირობები დაემატა, რომლებიც სუპერმარკეტებშია, რასაც ბევრმა კომპანიამ ვეღარ გაუძლო და ბაზარი დატოვა. ყველაზე მათთვის დამაზიანებელი აღმოჩნდა ტურისტული სეზონის ჩავარდნა და რატომ? ძირითადად ეს კატეგორია მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ტურიზმზე დამოკიდებული და ანუ ტურისტები იყვნენ მათი ძირითადი მომხმარებლები. ეს რჩება ადგილობრივი ბაზარი. ისევ და ისევ ადგილობრივი ბაზარი, სადაც შესვლა არის ფაქტიურად ძალიან რთული. ჩვენ მაგალითად პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ამდენ წლიანი დაუღალავი შრომის და ბრძოლის შედეგად მოვახერხეთ, რომ სულ რაღაც შეგვეყვანა 3-4 კომპანია, ისიც სხვადასხვა ქსელებში და ისიც არასრულად. მართლებრივი ფორმების მიხედვით შეჩერებული კომპანიების 91% შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. მონაცემები კი რეგიონების მიხედვით რომ ჩავშალოთ, ყველაზე მეტი კომპანია, რომელმაც მუშაობა სრულად ან დროებით შეაჩერა, თბილისზე მოდის. მას კი ყველაზე დიდი პროცენტული რაოდენობებით აჭარა და იმერეთი მოსდევს.